მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მე მინდა გავაკეთო ასეთი საინტერესო გაკვეთილი, ასე ვთქვათ, ტარო მანარას განხილვა და ვნახოთ შეიძლება თუ არა მის ინტერპრეტაცია კლასიკური ტაროს მსგავსად. მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე, ვინც არ მიცნობს, მე ვარ ტარო აკადემიის ონლაინ ტარო აკადემიის დამაარსებელი ქართულ ენაზე, ნუ ეხლა რუსულადაც გვაქვს კი ბატონო კურსები და სადაც მე ვასწავლი კლასიკურ ტარო, რაიდერ-ვეიტის ტაროს და სისტემით და ტარო მანარა. ტარო მანარა არის საერთოდ ძალიან საინტერესო დასტა, იმიტომ რომ ძალიან სიუჟეტურია, ძალიან კარგად ხსნის საერთოდ ეს ურთიერთობის თემებს, ურთიერთობას ნებისმიერ სიტუაციაში. ეს შეიძლება პარტნიორული იყოს, შეიძლება მეგობრული, შეიძლება მშობლების და შვილების, დედაშვილური და სამსახურებრივი და ასე შემდეგ. მაგრამ დღეს მე მინდა თქვენ განაახოთ ძალიან დიდი სხვაობა, რომელიც ზოგჯერ აქვთ ხოლმე შეცდომა, როცა კითხულობენ თქვათ მანარას როგორც კლასიკას. რატო? იმიტომ რომ კლასიკა საერთოდ ხო არის ეს არის ჩვენი საფუძველი. და რა თქმა უნდა კლასიკაში დევს სულ სხვა ენერგიები, დევს სულ სხვა მნიშვნელობები და ორაკულები კი უძახიან ახლა მანარას რომ არის ტარო მანარა, მაგრამ ეს არის ორაკული. ორაკული როგორც მანარა ისის სხვა დასტებით, თქვათ რომელიც არ არის აი კლასიკას, რასაც ქვია ხო, ავტორმა ნებისმიერში ხო, ეს არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება სხვადასხვა ორაკულები იყოს რა. ავტორი დებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც იღებს, აი რაღაც კონკრეტულ მნიშვნელობას დებს იმ თავის სისტემაში, რა სისტემითაც ქმნის დასტას. დღეს მე თქვენ განახებთ, ავიღე რამდენიმე არკანი, იმისთვის რომ თქვენ განახოთ არკანი იგივე კარტი, განახებთ თქვენ დიდ სხვაობას, იმიტომ რომ ძალიან დიდი შეცდომა, როცა ჩვენ ვისწავლეთ თქვათ კლასიკური მნიშვნელობა და მაგის დამიხედვით ვკითხულობთ ჩვენ სხვა დასტებს, რომელიც არ არის თქვათ კლასიკა. რასაც აგდებს, იმიტომ რომ აგდებს დიდი ენერგიები, აქ არის სულ სხვანაირი, даже ჩვენ სწავლა რომ ისე გვაქვს აგებული, რომ იცენ ჩემო მოსწავლეებმა, რომ ჩვენ აქ შევდივართ ძალიან ღრმად, ბევრი ფენა შეგვიძლია მოვიღოთ ჩვენ თითეული არკანიდან, მაგრამ ორაკულებში ცოტა სხვანაირი სისტემა არის და ძალიან განსხვავებული. და აი დღეს ახლა გავაკეთე ჩვენ მიმოხილვა და მე თქვენ განახებთ დიდ სხვაობას. მაგალითად, აი აქ ავიღეს მაღალი არკანებიც, ნუ ახლა რა თქმა უნდა ყველაში შემიძლია განახოთ თქვენ სხვაობა, მაგრამ ავიღე ახლა ისე როგორც ვთქვათ, ახლა ნუ უფრო ადვილად რომ დაგანახოთ რამხელა სხვაობა დევს. აი მაგალითად მინდოდა დამეწყო საიდან, აი რატომღაც განდეგელის, მინდოდა დამეწყო. განდეგელის ნახეთ ახლა. ანუ როგორი სხვაობა არის ამ ორ კარტს შუაში. განდეგელი კლასიკაში ეს რა თქმა უნდა არის სიბრძნე, ეს არის ცოდნა, ეს არის უფრო აჩვენებენ ადამიანებს, აი უკვე ასაკშიც თქვათ, ხო, ვინც გაიარა უკვე დიდი გზა, ვისაც აქვს დიდი გამოცდილება, ვისაც შეუძლია უკვე გაცემა იმ ცოდნის. კი, შეიძლება აჩვენებდეს, რომ აქ ადამიანს უყვარს მარტოობა, უყვარს თქვათ ბევრი სწავლაც თუნდაც უყვარს ამ ადამიანს და ანუ ძალიან დიდი სხვაობა ამ მანარასთან შედარებით. ეხლა ნახეთ, მანარაზე ჩვენ რო წავიკითხოთ, აქ რომ ეს არის სიბრძნე და ეს არის თქვათ სწავლა, ეს სხვა რამეა. აქ არის ისეთი ტკივილი, ისეთი წყენა, ისეთი გულგატეხილობა, ანუ სულ სხვა საერთოდ დევს აზრი აი ამ არკანში, იმიტომ რომ ეს არის როცა უკვე ადამიანი შეიძლება ანუ ეს არის ტკივილი დიდი, იმიტომ რომ ნუ სიუჟეტური ხო გითხარით, აი აქ უფრო მანარა არის, უფრო ურთიერთობა, როცა მიატოვეს, როცა გულის ტკივა, როცა უკვე აი გაუსაძლისი ტკივილი მაქვს, როცა მე ყველაზე გაბრაზებული ვარ, არ მინდა არავის მოსმენა, თავი დამანებით სულ ყველა.
ანუ ეს არის აი ისეთი ენერგია, როცა ნამდვილად ადამიანი გამოხატავს თავის უდიდეს ტკივილს, რაც ნამდვილად აი აქ კლასიკაში ეს არ დევს ნამდვილად და აი ეს დიდი სხვაობა და დაუშვათ თქვენ ახლა მანარაში რო წაიკითხოთ, რომ რადგან განლაგელია და ერთი და იგივე სახელი და სხვადასხვა შორის არიან არკანები განახებთ, სადაც აი სხვადასხვა სახელიც აქვს არკანებს. და აქაც განდაგელი და მე შეიძლება რომ ადამიანმა თქვა კლასიკაზე მარტო კლასიკა თქვა იცი და თავის აი სიტყვაზე არ აქვს მასწავლი და უბრალოდ აი მოდი თვითონ მე ვისწავლო, იმიტომ რომ ახლა ვიცი რომ მანარაც უეთივით არის აგებული, სადაც არის მაღალი არკანები, სადაც არის დაბალი არკანები და ასე წავიკითხო. არა, აქ დიდი სხვაობა, იმიტომ რომ აქ კიდე არის ნახეთ, იქ თუ გვაქვს ჩვენ კლასიკა ბიბლიაში კვერთხები, თასები არის ხმალები, პენტაკლები, მან არის სხვანაირი სფეროები არის, აქ ცოტა სხვანაირი არის ეს წაკითხვაც, იმიტომ არის სხვა. ანუ ამით მე თქვენ გაჩვენეთ რამხელა სხვაობა არის აი აქ ამ ორ არკანს შუა, იმიტომ რომ და ანამდვილად უკვე ხვდებით რომ არ შეიძლება რომ აქ არ არის არანაირი სიბრძნე, აქ არის ტკივილი, აქ არის უკვე ადამიანი ლამის აი მართლა სუიციდამდე შეიძლება მივიდეს, იმიტომ რომ უდიდესი წყენა და უდიდესი ტკივილი არის აქ, რაც ამ არკანში ნამდვილად არ არის. აქ არის სიბრძნე და აქ არის სხვა ენერგიები. ეხლა კიდე შეგვიძლია ვნახოთ მაგალითად კოშკი. მე მქონდა ერთი გაკვეთილში უკვე აგიხსენეთ თქვენ. ეს არის ტრანსფორმაციული არკანი, რომელიც არის კლასიკაში, ბევრს რატომღაც ეშინია, მე მაგალითად ძალიან მიყვარს, როცა ხდება ტრანსფორმაცია, რომ სული აქ მოვიდე იმისთვის, რომ განვითარება, განიცადოს და რა თქმა უნდა, კოშკი აჩვენებს უფრო დიდი სიღრმე აქვს მაგას, მაგრამ აქ რაღაცა პერიოდი გამოვიარეთ, გამოცდილება მივიღეთ და ეხლა უნდა გადავიდეთ სხვა ეტაპზე. ანუ რაც ჩვენ გვჭირდება ის გამოცდილება ჩვენ მიგვაქვს ჩვენ შემდეგ ცხოვრებაში, რაც უკვე აღარ გვჭირდება, რაც უკვე მოკვდა, ასე რომ ვთქვათ, ის უნდა დავტოვოთ. ანუ ეს როგორ ხდება? დაუშვათ რაღაცა გამოცდილება, ხო? ეტაპი რაღაცა ცხოვრების, რომ ცხოვრობდეთ, ჩვენ იქ რაღაცა ვისწავლეთ, ხო? უკვე всё, მორჩმე ის ვისწავლე. ეს როგორც თვითონ გაკვეთილი დამრჩა, ხო? რომ სიტყვაზე რატომაც მომივიდა ესეთი ბავშვური მაგალითი. რომ ვიცი ჩვენ რომ დაუშვათ ეხლა ცხელი თუ არის ჩაიდანი, ხო, ჩვენ ხელს რო დავადებთ, შეიძლება თქვა ცხელ ჩაიდანს უკვე აგვეწება ხელი, ხო? და უკვე ვიცით რომ ცოტა შენელდეს და მე უნდა დავადო ხელი. всё, მე ავიღე უკვე ეს გამოცდილება, რომ ცხელ ჩაიდანს ხელი არ უნდა მივადო, თუ რა დამეწება. ამიტომ აღარ გავაკეთებ იმას, всё, გამოცდილება დარჩა, მაგრამ იმას აღარ გავაკეთებ. უკვე თქვა ცხელ ჩაიდანს ხელს არ მივადებ. აი ესეთი რაღაც მაგალითი მომივიდა ამ არკანს არ ვიცი რა თუ მომივიდა და არა უშავს. ანუ სულ სხვა თემა, აქ შეიძლება სიტუაცია დაინგრას, აქ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. აი ეს არის ცვლილება. რაც ეხება მანარაში პირიქით აქ არის ორი კოშკი, მაგის შუაში კიდე გადაჯვარედინებული პატარა კოშკი არის და აი აქ ნამდვილად პირიქით არასოდეს არ დაინგრევა ურთიერთობა, იმიტომ რომ არის რაღაცა ისეთი მოვლენები, რომელიც თქვათ აი ხო არსებობენ, დაუშვათ ახლა ოჯახი, სადაც უკვე აღარც სექსუალური მიზიდულება არ არის, აღარც ლიბიდო, აღარც არაფერი არ არსებობს, უბრალოდ არის, აი არ შეიძლება რომ დაინგრას. რა სიტყვიან ხალხი აქ არის, რას არ შემეძლია ნათესავები მყავს, თქვათ ახლა ისეთი რომ ვერ მაპატიებენ ან ქმრისათესავები, კი უკვე ჩვენ არაფერი გვაკავშირებს, კი ჩვენ უკვე არაფერი არ გვაინტერესებს ერთმანეთის, მაგრამ ვერ გავდებათ ან ბიზნესი საერთო შეიძლება იყოს. აქ არ არის უკვე არანაირი არც ცნება, არც არაფერი, მაგრამ აქ პირიქით არ დაინგრევა, ვინც არ უნდა ჩაერიოს აქ ურთიერთობაში, ეს ურთიერთობა არ დაინგრევა. უფრო სიმყარე არის, კაიგეთ? როცა აქ პირიქით შეიძლება ურთიერთობა ან შეიცვალოს, უფრო даже დაანგრევასაც შეიძლება აჩვენებდეს. აი ესეთი დიდი სხვაობა აქ. რაც ეხება მთვარის არკანზეც მე ბევრჯერ მომიყოლია, ცალკე ვიდეოც მაქვს.
და აი ეს არის საერთოდ როცა კლასიკაში ჩვენ ვიღებთ, აქ დიდი ეს არის ჩვენი სულის გზა, ეს არის ჩვენი განვითარება. აქ დიდი სიბრძნე დევს საერთოდ ამ არკანში რა. და ავტორმა გაიღო მხოლოდ თქვათ ერთ-ერთი ვარიანტი ილუზია. აქ რატომ არის ილუზია? იმიტომ რომ მე არ ვიცი იქ რა ხდება. მე მივდივარ ამ გზაზე, მე ვცდილობ რომ გამოვიდე და წავიდე, გავიარო ეს ჩემი გზა კი. ველოდები იქ ყველაფერს კარგს, მაგრამ ზოგი შეიძლება იყოს როგორც ილუზია თქვათ, ხო, ოცნება, მაგრამ ავტორმა აქ აიღო მანარაში მხოლოდ ერთ-ერთი ეს მნიშვნელობა აქედან კლასიკიდან ილუზია და აი ეს არის მარტო ანუ ისეთი სიღრმე როგორც ვთქვათ ახლა კლასიკაში ნამდვილად მანარაში არ არის ჩადებული და ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია მთლიანად წავიკითხოთ აქ რომ როგორც ახლა აქ ხსნით რომ ადამიანი ვთქვათ გამოვიდა სოციუმიდან დაიწყო თავისი გზა და ასე შემდეგ. არა, აქ სულ სხვა მნიშვნელობა უდევს ნამდვილად მანარას. იგივე კიდე ნახეთ საერთოდ მეშვიდე არკანი, ხო, ეთლი. ეს არის ეგაც არის განვითარება, ესეც არის და ნახეთ ახლა ჩვენ ვკითხულობთ მაგალითად ჩვენ სისტემაში სადაც მე ვასწავლე, ეს არკანი იკითხება ერთად. მე მეგონი უკვე გაჩვენეთ თქვენ რაღაც ერთად გაკვეთილში და აგიხსენეთ, ხო, რატომ? ანუ აქ არის სულის რატომ არის მეშვიდე არკანი სულიერი განვითარება კიდევაც, ხო, წინსვლა. როცა წინ მივდივარ, მე ვტოვებ უკან ყველაფერს, რაც ამ რომ მჭირდება და მე მივდივარ წინ. ხო, მე გამოვიარე რაღაცა, ხო, ეს არის ლიდერის ენერგია, ხო, წინსვლა. და მანარაში პირიქით არის, როცა ადამიანი კი ერთ-ერთი შეიძლება ერთი და იგივე კონდეს, რომ თქვა, ახლა მოგზაურობა დაუშვათ. მაგრამ აი მანარაში პირიქით აჩვენებს, რომ ადამიანი ფიქრობს წარსულზე, ადამიანი ცხოვრობს კიდე წარსულით. ადამიანი არ გამოვიდა იმ წარსულიდან და იმიტომ შეიძლება ურთიერთობაში ერთი და იგივეს ატრიალებს და თქვა წარსული გამოცდილება მიაქვს ახალ ურთიერთობაში. ანუ ხო ხედავთ, აქ წინსვლა, აქ პირიქით რა, იმიტომ რომ აქ არის კინოაპარატი, კინოპლიონკა, ანუ ესე იგი კინო ეს უკვე რაც მოხდა. აი ეს არის, ხო? კიდე ნახეთ, ავიღოთ თუნდაც ჩვენ ფართუნა, ხო? აქ არის სარკეს არკანი, აქ არის ფართუნა. ფართუნა არის საერთოდ სხვა მნიშვნელობა. აქ ახლა ადამიანის შეიძლება სარკე ქვია თან, მეათე არკანს ანარეკლე. აქ შეიძლება გვაჩვენოს, რომ აი შენი პარტნიორი შენი ანარეკლი არის. და ფართუნაში რა თქმა უნდა სხვა მნიშვნელობები დევს, ეს არის ცვლილებები, ეს არის ბევრი სხვა მნიშვნელობები უდევს ფართუნას, რა თქმა უნდა, ვიდრე თქვათ აი აქ მანარაში. კიდე იმპერატრიცას, თუნდაც ახლა ჩვენი საყვარელი ქალი იმპერატრიცა, ახლა კლასიკაში რა თქმა უნდა იმპერატრიცა კი არის მაგარი ქალი, კი არის ძალიან ესეთი დიდი სიუხვეს ქალი და ანუ ბევრი მაქვს, ახლა იცით თქვენ ჩემი ვიდეოდან უკვე ბევრს ვლაპარაკობ მე ხოლმე და იმპერატრიცაზე, ხო? იმპერატორ ქალზე. მანარაში ცოტა გაჩვენებ და ახლა მთლიანად პრინციპში არ ვიცი შეიძლება თუ არა YouTube-ზე, მაგრამ აი მანარაში შეხედეთ ახლა როგორი სხვანაირი რამე. აქ არც უხვედებს, ხო? აი აქ შეიძლება აჩვენებდეს კიდევაც რომ ანუ ორსულობას აჩვენებდეს შეიძლება თქვათ, ხო? ანუ ნაყოფიერებას, სიმდიდრეს. ეს ყველაფერი აქ არის, ხო? ნუ ეხლა აქ ნახეთ აჩვენებენ უბრალოდ სიუჟეტს. აქ ურთიერთობაში შეიძლება ან ქალი იყოს ამპარტავანი და კაცს იყენებს როგორც მას უნდა, ხო, იყენებს თავის სილამაზეს, თქვათ, ხო? შეიძლება აჩვენებდეს, რომ ისეთი даже ამას სახეც კი არ უჩანს, შეიძლება სახესაც არ აჩვენებს. ნუ აქ სულ სხვა ინტერპრეტაცია მიდის საერთოდ რა, იმიტომ რომ აქ კი კაცი ახლა თქვათ ახლა შენს პარტნიორს თქვათ გაღმერთებს როგორც ქალღმერთი ხარ, მაგრამ ამავე დროს შეიძლება აჩვენებდეს იმას, რომ შენ ზემოდან უყურებ და უფრო პარტნიორს მხოლოდ იყენებ. იცი შენ რომ დაუშვოთ ახლა ის გიждდება შენზე და შენ მაქსიმალურად იყენებ და აჩვენებ შენ ამ პარტნიორობას. ამაში საერთოდ არ დევს აქ ის მნიშვნელობები, რაც არის დაუშვათ აი აქ იმპერატრიცას ენერგიაში კლასიკაში.
გინდაც ახლა ავიღოთ 21 არკანი, ხო? აქ არის უფრო აჩვენებს, ნუ ახლა კი ბევრი მნიშვნელობები აქვს, მაგრამ ჩვენ ძირითადად ვიღებთ ახლა კლასიკურს, რომ მე მაქვს ყველაფერი, რაც მე მინდა. აქ არის ჰარმონია სრული, ხო? აქ კიდე ეს არის ეგრეგორი ქრისტიანების, ხო? სხვა ენერგია აქ ნამდვილად აქ. ეს არის, ანუ სიმშვიდე, ასე ვთქვათ, ხო? სიმშვიდე. აქ, რა თქმა, აქ პირიქით არის, რომ ყველაფერი ჩემს წინ არის, მე გავრბე ვარ, მე ეს დაჟე ზოგჯერ აგრესიულ ჩარევასაც აჩვენებს, რომ აი აგრესიულად უფრო მივდივარ, ვთქვათ, ახლა პარტნიორთან ურთიერთობაში ვაწვევები და ასე შემდეგ. ანუ უკვე ისეთი კი შეიძლება საერთო ინტერპრეტაცია იყოს, გააჩნია კითხვას, რა თქმა უნდა, რომ თქვათ, ახლა აჩვენებდე საზღვარგარეთ უცხოელებს, კი ბატონო, მაგრამ აი ის უფრო ღრმად, როცა შევდივართ ჩვენ გარჩევაში და როცა ჩვენ უკვე ვკითხულობთ, თქვათ, ახლა უშუალოდ ურთიერთობაზე, ხო? ანუ აქ ცოტა სხვა, ცოტა კი არა, დიდი სხვაობა არის. გინდაც ახლა მინდოდა კიდე ტუზებზე. ტუზები არის საერთოდ იმპულსი. და ეს არის უკვე ღმერთის ენერგია, ეს უკვე ესეთი ენერგია ტუზები კლასიკაში, რომელიც ადამიანს არ ექვემდებარება, რომელიც არის უკვე ჩვენს, ანუ როგორ გითხრათ, დაუშვათ რაც და ადამიანისთვის შეუძლებელია, თქვათ, ახლა ნუ პენტაკლების ტუზი, ეს რა თქმა უნდა, როცა ღმერთი გაძლევს შენ რაღაცა საჩუქრას, აი როცა ძალიან აი უცბად, თქვათ, მიიღე თქვათ, მიმკვიდრეობით რაღაცა, თქვათ, ხო, ან უცბად რაღაცა ფული გამოჩნდა, ხო, ან უცბად რაღაცა მოიგე, ხო? აი ეგეთი რა ლატერეя, თქვათ, სიტყვაზე თუნდაც. ანუ ის, რასაც ნუ დასების მაგალითად ეს არის აი უდიდესი სიყვარული, ანუ უანგარო სიყვარული, ანუ ან გამოხატვა ისეთი, რასაც შენ უკვე თვითონ არ შეგიძლია ადამიანს, ხო, რაღაცა აი სასწაულს რო ვიცახეთ ჩვენ, ხო? მანარაში არა, მანარაში ეს არიან მანარაში ტუზები არ არის, მანარაში არიან უბრალოდ პირველი ენერგია და ხშირად აჩვენებს, ნუ არიან ახლა ყველა აღარ გამოვიტანე ხარ ქალის და აქ უკვე ენერგია სულ სხვანაირი, მაგალითად ახლა ნუ მე როცა ვშლი, თქვათ, ურთიერთობაზე და თქვათ, დაუშვათ, აი უფრო ცოლს აჩვენებს, უფრო ქალს, საქმიან ქალს აჩვენებს, უფრო ანუ მიწიერ ქალს აჩვენებს, და უფრო შეიძლება უფრო პენტაკლების დედოფალს დაუშვათ, ახლა უფრო შევადარებდი მე, თქვათ, ვიდრე აი, ნუ ეს აქ ხო არის დედოფალი მიწის, ნუ ასე ვთქვათ, პენტაკლების დედოფალი, მაგრამ აქ სულ სხვა მნიშვნელობები, აქ საერთოდ განსხვავებული, ვიდრე არის დაუშვათ პენტაკლების დედოფალში კლასიკაში. даже უფრო ეს არკანი შეიძლება აჩვენებდეს რა, აი თქვათ, ცოლს, საქმიან ქალს და ასე შემდეგ. აი ეს და კიდე მინდოდა მეჩვენებია, თქვა, ნუ ახლა მანარაში არის, ახლა რა თქმა უნდა, даже განსხვავებული არიან დაბალ არკანებში. იქ თუ გვაქვს ჩვენ ახლა დედოფლები, მეფე, რაინდი და პაჟი და რაინდი, კლასიკა მანარაში არიან, ესე იგი, მსახურები არიან და არიან მხედარი, ხო? და უფრო აქ თუ არიან უფრო მამაკაცს აჩვენებენ და ენერგიას, აქ მაგალითად უკვე მიდის აჩვენებენ სუჟეტს და უფრო გოგოები არიან რა და ნახატია და სხვაობაც სხვანაირი, ძალიან სხვანაირი, იმიტომ რომ საერთოდ ჩვენ როცა ვკითხულობთ ჩვენ სისტემაში, მე სადაც ვასწავლე, ხმალები არის ეს უფრო ცეცხლის ენერგია და გვერდხები არის ჰაერის ენერგია. ნუ ახლა ამას ახსნა აქ თავისი. ახლა აქ უკვე არ არის მასა მაგისო, ამას სხვა გაკვეთილებში მგონი უკვე აგიხსენით რა. და აქ ახლა უფრო წინსვლა, უფრო გარბის, უფრო ადამიანი აი სისწრაფე, ხო? მანარაში არა, პირიქით არის აქ მენტალური კავშირი, აქ ადამიანი ნახეთ, არსად არავინ არ ჩქარობს, კი არის იქ ახლა თქვათ, ნუ უფრო სულ სხვა მნიშვნელობა აქვს საერთოდ რა და აქ ვერ წაიკითხავ შენ როგორც ვთქვათ კლასიკურად, რომ
ანუ სადღაც ვიღაცას სწრაფობს. არა, აქ პირიქით სტაბილურობა, აქ ახლა მეგობრული ურთიერთობა, დამოკიდებული ურთიერთობები შეიძლება იყოს, მიჯაჭვული ურთიერთობები, ну გააჩნია რა კითხვა არის, ხო? და იგივე შემიძლია იგითხრა პაჟებიც. ჩვენ ახლა კლასიკაში ვიცით, პაჟები არ სამომიღია. პაჟები ჩვენ ვიცით, რომ სულ სხვანაირი ენერგია არის და ახლა იქნება მოვძებნო აქ რომელიმე პაჟი. ну ეს იმათის, ვინც თქვათ ახლა არ ვიცით დავუშვათ. პაჟი აღარც უნდა პაჟებს გამოსვლა, ხო? აი სიტყვაზე ნახეთ, თუნდაც აი შეხედეთ ზუსტად აი თუნდაც ну ეს აქ სულ სხვა ადამიანი так მოიცადეთ ეს არის ჩვენი ამისთვის ერთი მოიცადეთ დასების გვინდა ჩვენ ბოდიში ხა ცოტა რაღაც ესენი გამომრჩნენ მე გამომრჩნენ вот დასების ეგოს ხო წყალი აქ არის საერთოდ ისეთი პერსონაჟი რომელიც არის აი დაუშვათ ახლა სიყვარულით ცოტა ისე ალფონსი ტიპი არის საერთოდ ხო ანუ ადამიანი რომელიც თქვა ერთობა უფრო და რა თქმა უნდა ხა ჩვენ რა ავიღოთ თქვა ახლა წყლის მსახური ეს პირიქით ეს არის ადამიანი რომელიც ეს არის მშველელი რომელმაც უნდა გიშველოს რომელიც ყოველთვის მოვა შენთან დასახმარებლად რა სულ სხვა და შენ ახლა თუ დაუშვო კლასიკაში ისწავლე და იცი რომ პაჟი არის თასების სულ სხვა აი ესეთი არასერიოზული ტიპაჟი და აქაც თუ წაიკი რანაირად ხო სულ სხვა მნიშვნელობა აქვს საერთოდ ეს ადამიანი არ მოვა შენთან და არ დაგეხმარება იმიტომ რომ მაგას მოიცა რა აი აქ პირიქით მოვა დაგეხმარება კი არა დაგიდგება გვერდში და ესაც მინდოდა კიდე მიჩვენებია თქვენთვის თუნდაც დასების ორიანი და აქაც ხო ნახეთ აქ არის სიყვარული ახალი გაცნობა ახალი რაღაც ემოციები ხო ახალი ну რაღაც ადამიანი სწავლობს სიყვარულს ხო ჯერ აქ უკვე სხვანაირი აქ არის манипуляция აქ არ გაგიშვებ აქ უკვე ჩემი ხარ ანუ აქ უკვე სულ სხვა სუჟეტი არის გაიგეთ საერთოდ ეგაც ორიანი თქვა შეიძლება თასების სულ სხვა აქ ვერ წაიგითხავ მხოლოდ იმით რომ აი ახალი გაცნობილები ვარ ანუ აპაიმანი დაუშვოთ დავნიშნეთ ხო ანუ თქვათ ახლა კამპეტების და როგორ ყვავილების ხო ისე ყვავილოვანი როგორ არის ეს შეხვედრები ხო იცით ნუ ახალ ეტაპს აქ არის უკვე ტრაგედია შეიძლება იყოს შეიძლება ადამიანს უნდა გამოსვლა ურთიერთობიდან მაგრამ არ უშვეს პარტნიორი ხო ან თავისუფლება მინდა ნუ ასე შემდეგ აქ საერთოდ სულ სხვა მნიშვნელობა და ეს ორიანში როცა უკვე შეიძლება даже დიდი ტრაგედიაც ვნახოთ რომ თქვათ ახლა ის პერიოდი ნუ სიუჟეტი რომ თქვათ ახლა ქალი თქვათ აი სახლიდან გამოიქცა აღარ მინდა შენთან არაფერი შეიძლება აი კიდე ის მომენტი რომ არის თან ვერც მიდის და ვერც რჩება ხო თან ახლა გამიშვი აღარ მინდა შენთან ურთიერთობა მაგრამ ამავე დროს ვერც მივდივარ აქ დიდი ემოციები ტრიალებს ეს უკვე შეგვიძლია თქვა რომ აი დიდი ტრაგედიაც შეიძლება იყოს ერთგვარი და არა მხოლოდ თქვა როგორც აი აქ ისეთი ენერგია მსუბუქი რომ აი გავიცანი აი გაზაფხული აი მოვიდა რაღაცა სიყვარული აქ არა აქ უკვე ტრაგედია და აი ამით უნდა იცოდეთ რომ საერთოდ ძალიან დიდი სხვაობა ამიტომ შენ თუ დაუშვეთ გონია რომ მე ვიცი თქვა კლასიკა და შემიძლია წავიკითხო ნებისმიერი არაკული თქვა იგივენაირად კი არის ზოგი არკანები დასდები სადაც შეიძლება კი რა თქმა უნდა წაიკითხო კლასიკა როგორც კლასიკა ხო მაგრამ აი მანარაში უშუალოდ არა ჩვენ მანარას ვლაპარაკობთ აქ ძალიან დიდი სხვაობა და პირიქით შენ თუ მანარა იცი და ფიქრობ რომ ამით მე ხა შემიძლია წავიკითხო კლასიკა ესაც არის ძალიან დიდი შეცდომა და ჩვენ საერთოდ ვინც მუშაობთ ხო ხალხთან ადამიანებთან ჩვენთან ადამიანი მოდის თავისი პრობლემით იმას უნდა რა თქმა უნდა რომ ჩვენ მაგათ დავეხმაროთ და თუ შენ არა გაქვს ნუ ეხა ზუსტი ცოდნა ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ხო და ამიტომ არის ძალიან
მნიშვნელოვანი, რომ თუნდაც ამ ხელა სხვაობა ის უბრალოდ თქვენ რამდენიმე არკანში განახეთ ეს სხვაობა. რა თქმა უნდა, მე როცა უკვე ვასწავლე ჩემ მოსწავლეებს, როცა ვაძლევ მასალა, იციან ეგენი და ამიტომ ბევრი ჯერ გადის კლასიკას და მე უკვე სწავლობენ მანარას და ვინც უკვე იცის, ნამდვილად ეს სიღრმე ამ არკანების კლასიკას იციან, რომ ეს ვაფშე სულ სხვა რამე და ერთად როცა მუშაობ შენ მანარაზე და კლასიკაზე, აი მაშინ არის სასწაული ინფორმაცია მოდის და ამას რა თქმა უნდა დამეთანხმებიან ჩემი მოსწავლეები, ვინც უკვე მუშაობენ ორივე დასდასთან და იციან, რომ რამხელა სიღრმე არის, როცა შენ შეგიძლია გაიგო თუნდაც აი რა მოხდა, როგორ მოხდა სიუჟეტებით, აქ არის სიუჟეტები და დღეს მე მგონი განახეთ თქვენ ეს სხვაობა. ამიტომ თუ თქვენ დაგაინტერესათ სწავლა ან გინდათ კლასიკის, გინდათ ახლა მანარას, მობრძანდეთ ჩვენთან აკადემიაში. ამ ვიდეოს ქვეშ არის საკონტაქტო ინფორმაცია, როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ ჩვენთან და დიდი სიამოვნებით გადმოგცემთ ყველა ცოდნას, რაც კი გამაჩნიეთ ჩემ მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, სიყვარულით გადავცემთ ჩემ ცოდნას.